ჩვენი ქვეყნის მასშტაბებსა და სოციალურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. ნამდვილად არ იქნება უადგილო იმის თქმა, რომ გემოვნებიანი ავტომოყვარულები ვართ. უახლოეს წარსულში ჩვენი ქვეყნის ქუჩებში არაერთ უცნაურ და იშვიათ მოდელს ხშირად გაუგლია. იმ დროს ეს არავის უკვირდა, რადგან მსგავსი მოდელები კიდევ ბევრს ჰყავდა. თუმცა მას შემდეგ სულ რამდენიმე წელი გავიდა და ახლა ამ მანქანებს სანთლითაც რომ ეძებოთ, ვეღარ იპოვით. თქვენს წინაშე ისეთი მოდელებია, რომლებიც ერთდროს საკმაოდ მრავლად იყო. მაგრამ დღეს მათი შოვნა ძალიან რთულია. აბა, შეიკარით უსაფრთხოების ხვედი. ვიწყებთ. BMW E30. ამ მოდელს ჩვენს ვიდეოებში ხშირად შეხვდებით, რადგან უნივერსალური ჯარისკაცია. მას თანამედროვე ავტოსპორტში ხშირად იყენებენ. E30-ს დიდი და საამაყო ისტორია აქვს და ავტოსპორტის მიღმაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოშიც ძალიან უყვართ და მის მიმართ ბევრი სენტიმენტი არსებობს. 90-იანების ბოლოს საქართველოში მესამე სერიის ეს თაობა ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდა და მალევე ავტომოყვარულების რჩეულად იქცა. მას ნებისმიერი ასაკის ადამიანი ყიდულობდა. ახალგაზრდებს 6 ცილინდრიანი მოდელები მოსწონდათ, რადგან საკმაოდ ძლიერი და სწრაფი იყო. კარგად გამოიყურებოდა და ცოტა თავქარიანიც იყო. 4 ცილინდრიან მოდელებს კი შუახნის ასაკს გადაცილებული მძღოლები მართავდნენ. E30-ზე ჩვენს ქვეყანაში იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ 1.6 ლიტრიანი დაწყებული, 2.7 ლიტრიანი მოდელით დამთავრებული ყველანაირ შეხვდებოდით. მათ შორის იყო სრულად ამძრავი და დიზელის მოდელებიც. როცა E30 ახალი ხილი იყო, მისი ფასი $3,000-დან $6,000 ფარგლებში მერყეობდა. 2000-იანებში აქტუალურობა ოდნავ დაკარგა, რადგან მისი ჩანაცვლება E36-მა მოახერხა. იყო დრო, როდესაც კარგ 325 E30-ს $2,500 შეიძენდით და მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეგრეთ წოდებული ხულიგანკა ჩვენს დროში ურთულესი მისაგნები გახდებოდა. ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია. დღეს თუ გაგიმართლებთ და სადმე კარგ E30-ს მიაგნებთ, მისი ფასი ხშირად არაგონიურულსაც კი სცდება. თუმცა ეს ყველაფერი გასაგებია, რადგან 2025 წელს E30 აღარ არის უბრალოდ მესამე სერიის BMW. ის კლასიკაა და მისი სახელის უკან დიდი ისტორია ინახება. Volkswagen Golf-ი. Golf კლასის ავტომობილები ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ კლასის შემქმნელი კი თვით Golf-ია, რომელიც 70-იან წლებში Volkswagen-მა შექმნა. თუმცა დღეს ჩვენ 70-იანი წლების Golf-ზე არ ვსაუბრობთ, რადგან საქართველოში ამ მოდელის გაცნობა მეორე და მესამე თაობებით დაიწყო. იყო დრო, როცა ავტომწარმოებლები უამრავი სპორტული მოდელით გვანებივრებდნენ. Volkswagen-იც არავის ჩამორჩებოდა. ერთი შეხედვით ეს მანქანა უწყინარი Golf-ი იყო, რომელიც ეკონომიურობით და მცირე გაბარიტებით გამოირჩეოდა. თუმცა შემდეგ გერმანელებმა სპორტული დატენილი ვერსიაც გამოაგორეს, რომელიც დღეს ყველასთვის GTI-ის აკრონიმითაა ცნობილი. ჩვენს ქვეყანაში Golf-ის მიგნება ისეთი რთული არ არის, როგორც BMW E30-ის. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით GTI ვერსიებზე. სულ რაღაც 15 წლის წინ 1.6 Golf-ს და 2.0 GTI ვერსიას დაახლოებით იგივე ფასი ჰქონდა. აგრეთვე მათი მოძიებაც საკმაოდ ადვილი იყო. ამ ყველაფერს თავისი მიზეზიც ჰქონდა. GTI მოდელების ფასი გერმანიაშიც დაბალი იყო. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც ადვილად ხელმისაწვდომი იყო. დღესდღეობით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში კარგად შენახული Golf 2 და Golf 3 GTI-ის ფასი უწინდებურად იაფი აღარაა. ამიტომ ვისაც ეს ცხელი ჰეტჩბექი კიდევ შემოგჭათ, უბრალოდ გაუფრთხილდით. და კომენტარი და რაც ყველაზე მთავარია გამოიწერე. Honda Civic-ი. ამ კომპანიას ბევრი ქმნილებით შეუძლია იამაყოს და დაიტრაბახოს, მით უმეტეს წარსულში. თუმცა Civic-ი ის მოდელია, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეკონომიურობის, საიმედოობის და სპორტული ხასიათის კუთხით უდიდესი თამასა შეინარჩუნა. წარმოიდგინეთ ავტომობილი, რომელიც არ კვდება, იაფია, სწრაფია და შესანიშნავად იმართება.
სხვა რა შეიძლება უნდოდეს ნამდვილ ავტომოყვარულს. ეს უნარები ქართველ ენთუზიასტებსაც არ გამორჩენიათ და Civic-ი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ერთი პატარა არსებაა, რომელიც გოლიათებსაც კი არ უშინდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Vitec-ის ძრავიანი მოდელები გაცილებით დიდი ინტერესით სარგებლობდა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს წარსულზე ვსაუბრობთ. დიახ, წარსულზე. რადგან Civic-ები 20 წლის წინ მარტივად ხელმისაწვდომი სპორტული მანქანა იყო. ამ ყველაფერს ის ფაქტი განაპირობებდა, რომ აღნიშნული მოდელი დაბალი კუბატურით და დიდი გულით გამოირჩეოდა. 1.6 ლიტრის მქონე Vitec-ის ძრავიან Civic-ს ორჯერ, ხშირ შემთხვევაში 3-ჯერ უფრო დიდ ძრავიანი მანქანების დაჩაგვრაც კი შეეძლო. დღესდღეობით მსგავს ავტომობილებში თუ რამე კოლოსალურად გაძვირდა, ალბათ ერთ-ერთი Honda Civic Vitec-ია. Type R მოდელზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობთ. მე მგონი ეს მოდელები ჩაკრულოსთან ერთად კოსმოსში გაუშვეს. ჩვენს ქვეყანაში იყო დრო, როდესაც MyAuto-ზე შეხვიდოდით და ორვალიან Vitec-ს 2500-დან $3,500 შეიძენდით. ამ ეტაპზე ამ ფასად 1.4 ლიტრიანი მოდელის ნახვაც კი არაა ადვილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ იაპონიაში ორვალიანი Vitec-ები და Type R მოდელები ხშირ შემთხვევაში Subaru Impreza STI-ზე ძვირიც კი ღირს. Subaru Impreza VRX STI. ამ მოდელს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში კომაგების დიდი არმია ჰყავს. მათ შორის საქართველოშიც. ზოგს მისი 4-ვე ამძრავის კონფიგურაცია მოსწონს. ზოგს ტურბინის ძავა. ზოგს ოპოზიტორი ძრავის ხმა და ზოგსაც რალის უდიდესი ისტორია. მისი ძრავის ნაკლობანებების მიუხედავად, საქართველოში Impreza ძალიან უყვართ. მაშინ, როდესაც ქართველი ავტომოყვარულებისთვის იაპონიის ბაზარი ხელმისაწვდომი იყო, STI-ის ვერსიას ქალაქის ქუჩებში საკმაოდ ხშირად შეხვდებოდით. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ის, რომ თანამედროვე ცხოვრებაში მისი ყიდვა ძალიან რთულია. პირველი ფაქტორი იაპონიის ბაზრის შეზღუდვაა. მეორე კი ამ მოდელის რარიტეტული ხასიათია. 2010-2015 წლებში თბილისში უამრავი STI ვერსია დადიოდა, რაც ავტომოყვარულებისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ცოტა გასაკვირიც კი იყო ის ფაქტი, რომ რალის ლეგენდის ფარეხში გაჩერება ძალიან ბევრს მარტივად შეეძლო. მეორე მხრიდან კი ამას ის მიზეზი ჰქონდა, რომ მისი შეძენა $5,000-დან $8,000 ფარგლებში იყო შესაძლებელი. ფასი სრულად იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რომელ თაობას ყიდულობდით. თუმცა ეს ყველაფერი იმ დროში. სამწუხაროდ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. თუ თქვენ Impreza STI-ის შეძენა გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ მისი მიგნება ძალიან რთული, ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცესია. საქართველოში Subaru-ზე საუბრისას ურიგო არ იქნებოდა ერთი სიტყვით ტურბინიანი ფორესტერიც რომ გვეხსენებინა. ჩვენს ქვეყანაში მათი რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ თეთრ მაცივარსაც კი უწოდებდნენ. თეთრს იმიტომ, რომ ფორესტერებს ძირითადად ამ ფერებში ხვდებოდით და მაცივარს იმიტომ, რომ ძალიან კუთხოვანი ფორმები ჰქონდა. აბა ერთი წამით თეთრი მაცივარი და თეთრი ფორესტერი წარმოიდგინეთ. მე მგონი მსგავსება ნამდვილად არის. Mitsubishi Lancer Evo. Subaru Impreza-ს ხსენებისას Mitsubishi Evo-ს გამოტოვება იგივეა, რაც Tommy და Jerry-ზე საუბრისას რომელიმე გამორჩეს. Evo-საც ზუსტად ისეთივე მდიდარი ისტორია აქვს, როგორც Impreza-ს. სწორედ ამ ფაქტის და მისი უნივერსალური უნარების გამო, ავტომოყვარულები ძალიან დიდ პატივს სცემენ, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. 2025 წელს Evo-ს დანახვისას სიხარულისგან თვალები გვიფართოვდება. თუმცა ეს ფუფუნება ძალიან იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე Evo-ს საერთო რაოდენობა Impreza-ზე შედარებით ნაკლები იყო, მეორე თაობიდან დაწყებული, მეათე თაობით დამთავრებული ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში მაინც უამრავი Evo დადიოდა. Impreza-სთან შედარებით, Evo-ს ნაკლებობას მაღალი ფასი და შენახვის სირთულე განაპირობებდა. თუმცა საქართველოში მაინც უხვად იყვნენ ისეთი ავტომოყვარულები, რომლებიც არაფერს ზოგავდნენ, რომ Evo ჰყოლოდათ. იმაში ახალი არაფერია, რომ Evo-სნაირ მანქანებს რთული ცხოვრების გავლა უწევთ. ის ხომ რბოლისთვის არის შექმნილი. შესაბამისად, მათი რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს. ეს ყველაფერი კი მის ფასს აორმაგებს, ხშირად ასამმაგებს კიდეც. შესაბამისად, დღეს სხვაგვარი მდგომარეობა გვაქვს.
ახლა უკვე მთავარი ღირებულება არაა. მთავარია სადმე რამეევო ვნახოთ. სამწუხაროა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ოდესღაც ქართველ ავტომოყვარულებს გიჟური ევოებით კმობის საშუალება ჰქონდა. თუმცა თავის დროზე სწორედ ვერ შევაფასეთ, რადგან 2025 წელს გალაქტიკას გაცდენილია იმაზე ფიქრი, რომ სადმე წახვიდეთ და კარგი ჯანმრთელი ევო იყიდოთ. Mercedes-Benz 190. საქართველოში ავტოპარკზე საუბრისას Mercedes-ის დავიწყება ნამდვილად ორიგო იქნებოდა. ამ კომპანიას ჩვენს ქვეყანაში უდიდეს პატივს სცემენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მოყოლებული დღემდე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი რაოდენობით სწორედ Mercedes-ი დადის. პირველი რაც საბჭოთა ავტოპარკში დიდი რაოდენობით შემოვიდა B126 და B123 იყო. მაგრამ მომდევნო წლებში 190 გაცილებით ხშირად გვხვდებოდა თბილისის ქუჩებში. ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ Mercedes ამ მოდელის გაყიდვებით მსოფლიოში ყველანაირი რეკორდი აქვს მოხსნილი. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც უამრავი შემოვიდა. 1.8 ლიტრიანი კარბურატორიანი ძრავებიდან დაწყებული, Cosworth-ის 2 და 5 ძრავით დამთავრებული ყველანაირი მოდელი არსებობდა. წარმოიდგინეთ, რა ფუფუნება იყო, როდესაც კარგ 2 და 5 Cosworth ყოველდღიური მოხმარებისთვის $3,500-დან $4,500 შეიძენდით. აგრეთვე ბევრი შეგვხვდებოდათ 6 ცილინდრიანი 2.6 ლიტრიანი მოდელიც. 2 და 0-ზე და 2 და 3-ზე აღარაფერს ვამბობთ. თავის დროზე ამ მოდელის ფასი $2,000-დანაც კი იწყებოდა და დიდად ავტომოყვარულები ყურადღებას არც კი ვაქცევდით. მათი მომხმარებლები ძირითადად 40 წელს გადაცილებული ადამიანები იყვნენ, რომლებისთვისაც კომფორტი და საიმედოობა ყველაფერს ნიშნავდა. დღეს თუ კი ვინმეს 190 აინტერესებს, ყველა 40 წელზე დაბალი ასაკის მქონეა. დასაფასებელია ის ფაქტი, რომ დროის სვლასთან ერთად საქართველოში მაინც არსებობს ახალი თაობის დიდი ნაწილი, რომლებისთვისაც ძველი, კლასიკური და გემოვნებიანი Mercedes 190 ძალზედ ღირებული და საინტერესოა. ჩვენს ქვეყანაში იყო პერიოდი, როცა ჟიგულების გარდა თითქმის არაფერი დადიოდა. საბჭოთა წარმოების ავტომობილებს კი დღეს დინოზავრების ბედი ეწიათ. ძალიანაც კარგი. სხვა რა შეიძლება რომ ვთქვათ. რაც არსებობდა, ისიც არასდროს უნდა ყოფილიყო. რადგან მაგ პერიოდში ევროპაში Lamborghini Countach-ი, ხოლო ამერიკაში Dodge Viper-ი ხავდათ. აი ამ დროს კი ჩვენთვის საავტომობილო თამასა შავი Volga იყო. კიდევ რომელი მოდელი გახსენდებათ, რომელსაც ადვილად ვერ იყიდით? დაწერეთ კომენტარებში.